საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ბაკურიანში მოწყობილ ახალგაზრდულ ბანაკში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსწავლეებს შეხვდნენ. გივი მიქანაძემ სიტყვით მიმართვისას ქვეყნის განვითარებაში მომავალი თაობის როლზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდული ბანაკების მნიშვნელობაზე. ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. 8 დღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, სპორტულ-შემეცნებითი აქტივობები და ტრენინგები ჩატარდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ გაეცნოთ ერთმანეთი და ამეგობრებულიყვნენ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის საგანმანათლებლო შემეცნებითი აქტივობები, რომელიც ამ 8 დღის განმავლობაში მათ უტარდებოდათ და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ იყოს სპეციფიური აქტივობები, რომელიც მათში ლიდერობის უნარების გამოვლინებას და განვითარებას უწყობდა ხელს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამგვარი ბანაკების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანი არის, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ არეალი და შესაძლებლობები. დღეს ბაკურიანში დავხურეთ ბანაკი, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ დევნილი ახალგაზრდები. მე მიხარია მათ ჩართულობა ესეთ ბანაკებში, სადაც ისინი ეუფლებიან ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, ლიდერულ თვისებებს, რაც სამომავლოდ მათ გამოადგებათ. მათ ყველაზე კარგად იციან მშვიდობის პასი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები უნიშნულოვანეს როლს ითამაშებენ ნდობის აღდგენასა და შერიგებაში და ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად თანაცხოვრებაში. ჩვენ გვიტარდებოდა სახალისო აქტივობები, როგორც სპორტული, ასევე სამაგიდო თამაშებს ვთამაშობდით, ვიღებდით მცირედ ფილმებს და შეგვძინა ამ ბანაკმა უმთავრესი ერთმანეთი. მადლობა გადაუხადო ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელმაც ამ ბანაკის ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა და მცირედი წვლილი მაინც შეიტანა, რადგან ეს ბანაკი ჩვენთვის თითოეული მონაწილესთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.